უსასრულო რაოდენობის პროდუქტები ყოველდღიურად იყიდება ტელევიზიის რეკლამებით ან ინფომერჩიალებით. ამ ტელევიზიით რეკლამირებული პროდუქტების უმეტესობა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც რეკლამა ამტკიცებს. მაგრამ ზოგიერთი მათგანი ვერ ამართლებს მოლოდინებს ან არ ღვევს სხვა წესებს, რაც იწვევს დიდ სასამართლოს არჩელებს ან სხვა იურიდიულ პრობლემებს. ნომერი 10. 2010-იანი წლების დასაწყისში თითქმის შეუძლებელი იყო ტელევიზორში სპორტის ყურება, ისე რომ მინიმუმ ერთი სპორტსმენი უცნაური პლასტმასის სამაჯურით ხელზე არ გენახა. სპორტის პროფესიონალები, გოლფერებიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული, ატარებდნენ power balance-ის სამაჯურებს, რადგან სჯეროდათ, რომ ეს მათ შედეგებს აუმჯობესებდა. მათ სამაჯურებს, რომლებიც თითქოს და შედეგების გაუმჯობესების ტექნოლოგიად მიიჩნეოდა, სპორტსმენების გარდა არასპორტული ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც ატარებდნენ, თუმცა ამ მტკიცებებს არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ ჰქონდა. Power Balance არის ჰოლოგრამიანი სამაჯურების ბრენდი, რომელიც პოპულარული 2010 და 2011 წლებში გახდა. ორიგინალი ბრენდი კალიფორნიულმა ძმებმა, ჯოშ და ტროი რადარმელებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ Power Balance-ის პოპულარობის შემდეგ უამრავი მიმბაძველი შეიქმნა. სამაჯურები სილიკონისგან იყო დამზადებული და ჰოლოგრამის დისკს შეიცავდა. რადარმელების თქმით, მათ სხვადასხვა ტექნიკით ცადეს ჰოლოგრამების დამუშავება სიხშირეებით, ირეებით. საბოლოო შედეგი იყო ჰოლოგრამა, რომელიც სხეულის ბუნებრივ ენერგიებთან ერთად მუშაობდა და მატარებლის ფიზიკურ შესაძლებლობებს ზრდიდა. მათ განაცხადეს, რომ აუმჯობესებდნენ მოქნილობას, სიმართლეს და ძალას. კომპანიის ვებგვერდზე ვიდეოებში ნაჩვენები იყო ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ სხვადასხვა ვარჯიშებს Power Balance-ის სამაჯურის გარეშე. შემდეგ კი იმავე ტესტს იმეორებდნენ სამაჯურით. ყოველ ჯერზე შედეგი უმჯობესდებოდა. დემონსტრაციებმა სწრაფად მოხიბლა ბევრი სპორტსმენი და მალე ეს სამაჯურები სპორტსმენების მაჯებზე გამოჩნდა Super Bowl-ზე, NBA-ის ფინალებსა და Edge-ის მატჩებზე. როდესაც ისეთი ადამიანები, როგორიცაა NBA-ის ვარსკვლავი შაკილ ონილი ატარებდნენ ამ სამაჯურს, ის სწრაფად გავრცელდა სხვებშიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მას აუცილებლად ექნებოდა რაიმე სარგებელი, თუ ცნობილი სპორტსმენები ატარებდნენ მას. ზოგმა ჩვეულებრივმა ადამიანმა დაინახა სარგებელი, რომელსაც სპორტთან დიდი კავშირი არ ჰქონდა. ზოგიერთმა პირმა ის თერაპიულად მიიჩნია ართრიტის ტკივილისთვის, ან უბრალოდ საერთო ბალანსის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა იმ მტკიცებებს, რასაც Power Balance-ი ავრცელებდა. კომპანია არ შედიოდა დეტალებში ჰოლოგრამის მექანიკის შესახებ, რადგან ეს იყო კომერციული საიდუმლო. მაგრამ როდესაც ხალხი ახლოდან უყურებდა თავად ჰოლოგრამას, არაფერი ჩანდა ისეთი, რაც რეალურად ფიზიკურ გავლენას მოახდენდა სხეულზე. რამდენიმე კვლევა ჩატარდა, სადაც საცდელი პირები ატარებდნენ Power Balance, პლაცებო სამაჯურებს და ზოგჯერ საერთოდ არ ატარებდნენ სამაჯურებს. კვლევებმა აჩვენა, რომ Power Balance-ა და ჩვეულებრივ რეზინის სამაჯურს შორის არანაირი განსხვავება არ იყო. საცდელი პირები ხშირად აუმჯობესებდნენ შედეგებს ტესტის მეორე ჩატარებისას, მიუხედავად იმისა, რომელი სამაჯური ეკეთათ, რადგან უკვე იცოდნენ, რა მოიცავდა ტესტი და უკეთ იყვნენ მომზადებულები. ცხადი გახდა, რომ Power Band უბრალოდ პლაცებო იყო და მეტი არაფერი. კვლევის ჩამტარებლებს სურდათ გაემახვილებინათ ყურადღება იმაზე, რომ ეს არ ნიშნავდა თითქოს Power Band არ აუმჯობესებდა შედეგებს, მაგრამ ეს ეფექტი ჰოლოგრამებთან კავშირში არ იყო და მთლიანად ფსიქოლოგიური იყო. 2011 წელს Power Balance-ის წინააღმდეგ ცრუ რეკლამის გამო სარჩელების ტალღა აგორდა. ყველაზე გამორჩეული მათ შორის ავსტრალიის ხელისუფლებისგან იყო, რომლებმაც კომპანიას აიძულეს უარი ეთქვა ძალის, სიმძლავრის ან მოქნილობის ზრდასთან დაკავშირებულ ცრუ და შეცდომაში შემყვან განცხადებებზე. ასევე აიძულეს, რომ ნებისმიერი რეკლამიდან და შეფუთვიდან მოეშორებინათ ფრაზა წარმადობის ტექნოლოგია. Power Balance-მა სცადა დაემტკიცებინა, რომ ეს მხოლოდ ავსტრალიაში რეკლამას ეხებოდა, მაგრამ მათ მოუწიათ ეღიარებინათ, რომ მათი განცხადებები არანაირ სამეცნიერო საფუძველს არ ეყრდნობოდა. როგორც კი კიდევ უფრო მეტი სარჩელი შევიდა, კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადა და ის შეიძინა ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც სამაჯურების წარმოებისთვის ფული ეკუთვნოდა. ნომერი 9. Sony-ის დაკლების ინდუსტრიის ღირებულება $100 მილიარდზე მეტია და ყოველ წელს იზრდება. ინდუსტრია მოიცავს ნამდვილ მკურნალობებსა და თერაპიებს, რომლებიც ადამიანებს წონის დაკლებასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში ეხმარება, მაგრამ ბევრი მკურნალობა არ აკეთებს იმას, რასაც რეკლამაში ამტკიცებენ. 2000-იანი წლების დასაწყისში ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე რეკლამირებული პროდუქტი იყო Cortislim. პროდუქტი იყო წონის დაკლების აბი, რომელიც თითქოს ორგანიზმში კორტიზოლის დონის შემცირებით უნდა ემოქმედა. კორტიზოლი არის ორგანიზმის მთავარი სტრესის ჰორმონი და წლების განმავლობაში მას წონის მომატებას უკავშირებდნენ. იმაზე თუ რამდენად რეალურად უწყობს ხელს კორტიზოლი წონის მატებას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები სამეცნიერო ლიტერატურაში, ისევე როგორც სტრესის ზოგად გავლენაზე წონაზე. მაგრამ ეს დებატი არსად ჩანდა არც ერთ Cortislim-ის რეკლამაში. Cortislim-ი შეიმუშავა Sean Talbot-მა, Utah-ის უნივერსიტეტის კვების პროფესორმა.
ალბათ ის თქვით, ტაბლეტებს შეეძლოთ ზემოქმედება მოეხდინათ სტრესის ჰორმონებზე და შეეჩერებინათ წონის მომატება, რომელიც მათ გამოიწვევდა. პროდუქტის უკან დგომა კომპანიამ ითანამშრომლა სარეკლამო კომპანიებთან, რომლებმაც კიდევ უფრო შორს წაიღეს საქმე. ეს ტაბლეტი არა მხოლოდ შეაჩერებდა კორტიზოლის გამო გამოწვეულ დამატებით წონას, არამედ გამოიწვევდა მნიშვნელოვან და მდგრად წონის კლებასაც. რეკლამების მიხედვით ეს ყველაფერი მეცნიერებით იყო გამყარებული. მომხმარებლები, რომლებიც შესაძლოა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ასეთი განცხადებების შემცველი რეკლამის მიმართ, კორტისლიმის რეკლამების წარდგენის სტილმა დაარწმუნა. ინფორმერჩები წარმოდგენილი იყო talk shows ფორმატში, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანი სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება იყო, რომელიც წონის დაკლების აბის შემქმნელებს დიდ მიღწევაზე ესაუბრებოდა. რეკლამაში თითქმის არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს იყო გადახდილი რეკლამა. მაგრამ უკვე 2004 წელს კორტისლიმის შესახებ სიმართლე იწყებდა გამჟღავნებას. აშმ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სარჩელი შეიტანა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ კალბი განცხადებების გამო, რადგან მათ მტკიცებებს არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ ჰქონდა. კორტისლიმს არა მხოლოდ არ შეეძლო მტკიცებულებების წარმოდგენა, არამედ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება თითქოს სრულიად საპირისპიროს მიუთითებდა, ვიდრე კომპანიის განცხადებები. ბრმა კვლევებში მონაწილეებმა, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, რეალურად უფრო მეტი წონა დაკარგეს, ვიდრე მათ, ვინც ასე წოდებულ წონონის დაკლების აბს იღებდა. კორტისლიმის აბის შესახებ ტყუილებზე კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო კომპანიის ერთ-ერთი მონათესავე პროდუქტი კორტისტრესი. მანამდე სანამ პროდუქტი შეწყდებოდა, კომპანია ამტკიცებდა, რომ კორტისტრესი შეიძლებოდა მიღებულიყო ოსტეოპოროზის, სიმსუქნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის დაავადების, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად. ადამიანებმა, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მომავალი ჯანმრთელობის დაცვას, ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს ამ პროდუქტზე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება მისი ეფექტურობის შესახებ. ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ კორტისლიმის შემქმნელებმა დათანხმდნენ საქმის მოგვარებას. ალბათ ამტკიცებდა, რომ რეკლამის გამავრცელებლებმა არასწორად წარმოაჩინა მისი პროდუქტი, მაგრამ მაინც დათანხმდა, რომ დაეთმო 1.12 მილიონი დოლარის ქონება, რომელიც აბების გაყიდვით ჰქონდა მიღებული. კორტისლიმისა და კორტისტრესის მარკეტინგის წარმომადგენლებს დამატებით 12 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრათ. მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც შეშფოთებულია, რომ ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ხალხი მოტყუებით არ აყიდონ პროდუქტი. პროდუქტი დარჩა მაღაზიების თაროებზე და რეკლამირდებოდა როგორც საშუალება, რომელიც შეიძლება დაეხმაროს წონის დაკლებაში, ჯანსავი დიეტისა და ფიზიკური აქტივობის რეჟიმის ფარგლებში. იმ პირობებში, როცა კვლავ გაურკვეველია, რამდენად მოქმედებს კორტიზოლის სხეულის წონაზე, მხოლოდ ისეთი სახელიც კი, როგორიცაა კორტისლიმი, საკმარისი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა პროდუქტის შესახებ დასკვნა გააკეთოს, თუნდაც რეკლამაში მსგავსი მტკიცებები არ იყოს. დიეტოლოგები იმ დროს აფრთხილებდნენ, რომ წონის დაკლების გამოსავალი აბებში არ არსებობს, განსაკუთრებით კი ისეთებში, რომლებიც სწრაფ და მარტივ მეთოდებს გვირდებიან, როგორიცაა კორტისლიმი. მერვე ნომერი. Don Lapra მიიღო მეტსახელი ინფორმერჩების მეფე. მისი ნახევარსაათიანი შოუები გახდა ტელევიზიის ყველაზე ყურებად ინფორმერჩიალებს შორის ტელევიზიაში და მან ბევრი ადამიანი წაახალისა საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. მაგრამ ლაპრეს სწრაფად გამდიდრების სქემები ხელისუფლებისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ ის თაღლითობისთვის დააკავეს. Don Lapra ტელევიზიაში გამოჩნდა, რათა გაეპიარებინა საკრედიტო აღდგენის ბიზნესი, რომელიც მეუღლესთან ერთად დაარსა. სასამართლო სარჩელმა და სხვა სამართლებრივმა პრობლემებმა ბიზნესი დახურა და ლაპრე საკრედიტო მომსახურების ინდუსტრიიდან გააძევეს. მაგრამ მან სწრაფადვე აღიდგინა თავი და გადაერთო ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც სხვებს საკუთარი კომპანიის შექმნაში დაეხმარებოდა. 90-იან წლებში ლაპრემ დაიწყო ინფორმერჩიალი სახელად The Money Making Show with Don Lapre. Show მოწყობილი იყო როგორც talk show, სადაც Don Lapre კრიდა თავის უახლეს ბიზნესსა და ფულის შემონტან სქემებს. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მტკიცებით, რომ კვირაში $40,000 გამოიმუშავებდა ქვეყნის მასშტაბით გაზეთებში პატარა განცხადებების განთავსებით. სქემის არსი იყო ის, რომ ამ განცხადებების განთავსება მხოლოდ მცირე თანხა ჯდებოდა. უმეტესობა ადამიანი მათ ვერც კი ნახავდა, არათუ გამოეხმაურებოდა. მაგრამ ამდენი განცხადების განთავსებით ისინი საკმარის ყურადღებას მიიპყრობდნენ წარმატებული ბიზნესის გასამართად. ლაპრე ამ სქემას და სხვა მსგავს გეგმებს თავაზობდა პაკეტში, რომელშიც შედიოდა ბუკლეტი, აუდიო ჩანაწერები, ინსტრუქციებით და რეკლამის განთავსების რჩევები. ამ პაკეტების შედგენა მას მხოლოდ რამდენიმე დოლარი უჯდებოდა, მაგრამ ისინი დაახლოებით $80 იღიდებოდა. პაკეტები არ არღვევდა არც ერთ კანონს, მაგრამ მათში მოცემული რჩევები, როგორც წესი, არ ღირდა დახარჯული თანხის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება თაღლითობად მოგეჩვენოთ, ამ პაკეტებმა ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ უბიძგა. უმეტესობა მხოლოდ ლაპრეს რჩევებზე დაკრნობით წარმატებას ვერ მიაღწევდა. მაგრამ სწორი მოტივაციის შემთხვევაში ადამიანები ამ სქემებით საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებდნენ.
Lapre juridical problemებში მაშინ გაეხვა, როცა მისი ფულის გამომუშავების სქემები ახალ პროდუქტზე გადავიდა. 2004-დან 2007 წლამდე Laprem დაიწყო პროდუქტის გაყიდვა, რომელსაც მან მსოფლიოს საუკეთესო ვიტამინი უწოდა. ის ამტკიცებდა, რომ ეს ვიტამინი მრავალი დაავადების, მათ შორის დიაბეტის, ინსულტის, კიბოსა და ართრიტის წინააღმდეგ იყო ეფექტური, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ვიტამინი იყო. ამ განცხადებებმა პრობლემები გამოიწვია FDA-სთან, რომელმაც რამდენჯერმე გააფრთხილა იგი, რომ შეეწყვიტა ცრუ განცხადებების გაკეთება. მაგრამ თავად ვიტამინი მთავარი არ იყო, რასაც Lapre ყიდნა. მან სთავაზობდა ბიზნეს მოდელს, სადაც ადამიანები ვიტამინს ყიდულობდნენ, რათა შემდეგ თავად გაეყიდათ. მომხმარებლებს შეეძლოთ შეეძინათ ვებგვერდი, რათა პროდუქტის გაყიდვაში დახმარებოდათ. ეს ვებგვერდები არ იყო ეფექტური და სავსე იყო პოპ-აპებითა და ბანერის რეკლამებით. მომხმარებლებს ასევე შეეძლოთ მიეღოთ პაკეტები, რომლებიც დაეხმარებოდათ პროდუქტის პირადად გაყიდვაში. ფაქტობრივად, მსოფლიოს საუკეთესო ვიტამინი პირამიდული სქემა იყო. Lapre მიიღო მრავალი საჩივარი ამ სქემასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ეს შეწყდა 2007 წელს. მაგრამ ეს საკითხის დასასრული არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინის შესახებ მტკიცებები სრულიად გამოგონილი იყო, Lapre-მ შეძლო მინიმუმ 220,000 ადამიანი პირამიდულ სქემაში შეეტყუებინა. 2011 წელს მას აუყენეს ბრალი თაღლითობისა და სარეკლამო ფულის გათეთრების მრავალ ეპიზოდში. ის დააკავეს, მაგრამ სასამართლოს წინაშე წარდგენამდე სიცოცხლე დაკარგა და მის შემდეგ დატოვა წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობა. ნომერი 7. ფეხსაცმლის კომპანია Skechers-მა დაიქირავა ცნობილი ადამიანები, როგორიცაა Kim Kardashian და Brooke Burke, რათა გაეპიარებინათ მათი უახლესი ფეხსაცმელი, რომელსაც უნიკალური ფიტნესისა და ჯანმრთელობის სარგებელი ჰქონდა, რაც სხვა ფეხსაცმელში არ მოიძებნებოდა. რეკლამები ხშირად გადიოდა ტელევიზიაში და Super Bowl-ის დროსაც კი აჩვენებდნენ. დღეს ეს ფეხსაცმელი ვეღარსად იპოვება. კომპანიის ვებგვერდზეც კი, რაც დიდწილად გამოწვეულია ASH-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის საჩივრით ამ განცხადებების სისტორესთან დაკავშირებით. Skechers-ის Shape-Ups უნიკალური ფეხსაცმელი იყო, რომელიც, როგორც ამბობდნენ, შექმნილი იყო მომხმარებლის ფიზიკური ფორმისა და საერთო გარეგნობის გასაუმჯობესებლად. მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი იყო ფეხსაცმლის მომგვალებული ძირი, რომელიც სპეციალურად ისე იყო შექმნილი, რომ ოდნავ არასტაბილური ყოფილიყო. ეს ნიშნავდა, რომ მომხმარებელს სიარული და დგომა სხვანაირად მოუწევდა, რათა სტაბილურობა შეინარჩუნებინა. რეკლამებისა და სარეკლამო მასალების მიხედვით ეს მცირე დეტალი ნიშნავდა, რომ მომხმარებელი მიიღებდა სავარჯიშო დარბაზის ვარჯიშის სარგებელს მხოლოდ იმით, რომ სახლში ან ყოველდღიურ რუტინაში ამ ფეხსაცმელს ატარებდა. დამატებითი ვარჯიში საჭირო არ იყო და ფეხსაცმელი მომხმარებელს არ აგრძნობინებდა თითქოს ვარჯიში გაეკეთებინა. მაგრამ სულ ცოტა ხნის ტარების შემდეგ ისინი შეამჩნევდნენ სარგებელს ქვედა სხეულის კუნთებში და გაუმჯობესებულ პოზას. Skechers იყენებდა ცნობილ ადამიანებს ფეხსაცმლის გასაყიდად, რომელიც 2009 და 2010 წლებში ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ეს არ იყო მათი ერთადერთი მეთოდი სწრაფად ფორმაში ჩამყენებელი ფეხსაცმლის გასაცმლის გასაყიდად. ერთ რეკლამაში მონაწილეობდა ქიროპრაქტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა ამ ფეხსაცმლით. ამ კვლევამ თითქოს დაადასტურა ყველა ის მტკიცება, რასაც Skechers-ი ავრცელებდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამ ფეხსაცმლის მიმართ ინტერესი. რაც რეკლამებში არ იყო ნათქვამი, ის იყო, რომ ეს კონკრეტული ქიროპრაქტიკოსი სინამდვილეში დაქორწინებული იყო Skechers-ის მარკეტინგული გუნდის ერთ-ერთ წევრთან. ასევე არ იყო ნათლად აღნიშნული, რომ მას ამ რეკომენდაციისთვის უხდიდნენ და რომ კვლევის შედეგები შერჩეული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ ეს მტკიცებები. ეს კვლევა საერთოდ არ იყო დამოუკიდებელი და არც არაფერი იყო ისეთი, რაც ამტკიცებდა, რომ Shape-Up-ები მომხმარებლისთვის უკეთესი იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფეხსაცმელი. FTC-მ საქმე აღძრა Skechers-ის წინააღმდეგ და საბოლოოდ ფეხსაცმლის კომპანიამ დათანხმდა $40 მილიონი გადახდას შეთანხმების ფარგლებშებში. ყველა ვინ შეიძინა Shape-Up-ები ან სხვა ტონიზირებელი ფეხსაცმელი, ანაზღაურების მიღების უფლება ჰქონდა, თუმცა Skechers-მა არ აღიარა რაიმე დარღვევა. მათ აუგზავნეს ნებისმიერი ფიტნესთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებების გაკეთება ფეხსაცმლის რეკლამებში, თუმცა არ მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს განცხადებები მცდარი იყო. თუმცა ეს ერთადერთი სამართლებრივი ნაბიჯი არ ყოფილა, რომელიც Skechers-ის წინააღმდეგ Shape-Up-ების გამო გადაიდგა. ფეხსაცმლის გავიდვის მთავარი არგუმენტი იყო რკალისებრი ძირი, რომელიც თითქოს ფეხსაცმელს ოდნავ არასტაბილურს ხდიდა და ცვლიდა მტარებლის სიარულის მანერას. მაგრამ ეს არასტაბილურობა ასევე ნიშნავდა, რომ ის ტრადიციულ ფეხსაცმელზე ნაკლებად უსაფრთხო იყო. 400-ზე მეტმა ადამიანმა საჩივარი შეიტანა Skechers-ის წინააღმდეგ. ამტკიცებდნენ, რომ ფეხსაცმლის ტარებისას დაეცნენ. ზოგიერთმა ადამიანმა იოგების და ძვლებისაც კი დაზიანება მიიღო და ბევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. Skechers-ის წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო სარჩელი შეიტანეს, რათა დახმარებოდნენ ადამიანებს, რომლებიც ფეხსაცმლის ტარებისას დაზარალდნენ. კომპანიამ უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ზოგჯერ სარჩელები დაგვიანებით იქნა შეტანილი და სასამართლომ ისინი უარყო. მეექვსე ნომერი,
ფინანსური კრიზისის პიკზე უძრავი ქონების გურუ და იურისტი ჯონ ბეკი რეკლამირებდა პროდუქტს, რომელიც ხალხს სწრაფად გამდიდრებაში დაეხმარებოდა. სამწუხაროდ ბეკის მიერ გაყიდულ პროდუქტში არაფერი იყო სწრაფი ან მარტივი და მას მილიონების დაბრუნება დააკისრეს. ჯონ ბეკის კომპანია Amazing Profits-მა დაახლოებით 2008 წელს დაიწყო სასწავლო პროგრამებისა და ნაკრებების გაკიდვა. Reclaimable პროდუქტები მოიცავდა John Beck's Free and Clear Real Estate Systems, Jeff Paul's Shortcuts to Internet Millions, და John Alexander's Real Estate Riches. იმ დროს, როდესაც ამერიკაში უამრავი ადამიანი ფინანსურად ძვალობდა, ყველაფრის შეცვლისა და არსებული მდგომარეობის გამოყენების შანსი ბევრ მაყურებელს ძალიან მიმზიდველად ეჩვენებოდა. John Beck's Free and Clear Real Estate System, CDEB-ის და წერილობითი სახელმძღვანელოების ნაკრები, რომელიც თითქოს მომხმარებლებს უძრავი ქონებით სწრაფად გამდიდრებაში დაეხმარებოდა. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ის თავაზობდა, იყო უძრავი ქონების შეძენა სახელმწიფო საგადასახადო გაყიდვების აუქციონებზე. შემდეგ მომხმარებელი სწრაფად გაყიდიდა ამ ქონებას ან გააქირავებდა, რითაც დიდ თანხას გამოიმუშავებდა. ბეკი ფირდებოდა ინვესტიციაზე დიდ მოგებას და მის რეკლამებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, თუ რამდენად სწრაფი და მარტივი იყო ეს სქემა, თუმცა დეტალებში არ შედიოდა. ყველას, ვისაც უფრო პერსონალიზებული რამე სურდა, შეეძლო ეყიდა მენტორინგის სერვისი, რომლის ფასიც $195-დან $14995 მერყეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირად გამოიყურებოდა, საინფორმაციო რეკლამებში აცხადებდნენ, რომ კლიენტები ძალიან მალე დაიბრუნებდნენ დახარჯულ თანხას, ასე რომ ეს ღირდა. პროდუქტის შეძენის შემთხვევაში კლიენტი დაუკავშირდებოდა მენტორებს, რომლებიც სპეციალურად ბეკის მიერ იყვნენ გაწვრთნილები. მენტორები რეკლამას ტელეფონითაც აკეთებდნენ და ასევე აძლევდნენ რჩევებს იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აუქციონზე გამოდიოდა. კლიენტებმა $92 მილიონი დახარჯეს ჯონ ბეკის სისტემის შესაძენად და კიდევ $175 მილიონი მენტორინგის სერვისებზე. მაგრამ უმეტესობამ აღმოაჩინა, რომ რჩევები სრულიად უსარგებლო იყო. კლიენტებს აძლევდნენ რჩევებს აუქციონზე გასაყიდ უძრავ ქონებაზე, მაგრამ ეს ძალიან შორს იყო იმ სწრაფ გარიგებებთან, რასაც ბეკი რეკლამებში ჰპირდებოდა. ეს იყო მიწის ნაკვეთები, რომელთაც ხშირად არც შენობები ჰქონდათ და არც წყალი. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ვინც კომპანიას საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, დღეღამის ნებისმიერ დროს ურეკავდნენ და ცდილობდნენ მეტი პროდუქტი და მენტორობის პროგრამები გაეყიდათ. მათთვის, რომ ცეთქვათ აღარ დაეკონტაქტებინათ, კომპანია მაინც განაგზობდა დარეკვას. ეს კი კანონის დარღვევაა. 2009 წელს FTC-მ საქმე აღზრდა ბეკისა და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჯონ ბეკის Amazing Profits-ის ნაწილი იყვნენ. ზოგიერთმა კლიენტმა სატელეფონო ზარები ჩაწერა, რომლებიც სასამართლოში გააჟღერეს. აგრესიულმა გაყიდვების ტაქტიკამ, ისევე როგორც იმ ფაქტმა, რომ უმეტესმა კლიენტმა ფული დაკარგა და არაფერი გამოიმუშავა, ბეკისა და სხვა ბრალდებულების მიმართ სოლიდური ჯარიმები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბეკი არ იყო ჩართული, მისი სახელის პროდუქტისთან დაკავშირება მას ლეგიტიმურობის შთაბეჭდილება შესძინა. ის წლების განმავლობაში თაღლითების წინააღმდეგ იბრძოდა. თუ მის სახელს ინტერნეტში მოძებნიდით, სხვა სანდო წყაროებსაც ნახავდით, რომლებიც მას უძრავი ქონებისა და სამართლის სფეროში გამოცდილებისა და რჩევების გამო გირჩევდნენ. მოტყუება იმ ადამიანისგან მოდიოდა, რომელსაც ადრე ბევრი სანდოდ მიიჩნევდა. ვერდიქტი ჯოშ ბეკის Amazing Profits-ის წინააღმდეგ 2012 წელს გამოვიდა, მაგრამ მხოლოდ 2025 წელს დაიწყო FTC-მ იმ ადამიანებისთვის თანხების გადახდა, ვინც ფულის გამომუშავებისა და მენტორობის პროგრამებში გადაიხადა. ამ დროის განმავლობაში კი თავად ბეკი ფაქტობრივად გაუჩინარდა. ბოლოად ის 2016 წლის 9 თებერვალს კალიფორნიის აკლენდში ნახეს და მისი ადგილსამყოფელი დღეს უცნობია. ნომერი 5. ბევრი ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის 2024 წელს CarShield-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი სიურპრიზი არ ყოფილა. იგივე ითქმოდა ბევრი მომხმარებლის შემთხვევაშიც, რომლებიც წლები ამ კომპანიას უჩივიან. CarShield არის ავტომობილების მომსახურების კონტრაქტების კომპანია. 2005 წელს დაარსებული კომპანია თავს იწონებდა აგრესიული სატელევიზიო რეკლამებითა და ტელემარკეტინგის მეთოდებით. რეკლამების მიხედვით ეს კომპანია იდეალურად გამოიყურებოდა ყველასთვის, ვისაც აწუხებდა რა მოხდებოდა თუ მათი მანქანა გაფუჭდებოდა. მცირე ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ CarShield გთავაზობდა სიმშვიდეს. თუ კლიენტი ავარიაში მოხდებოდა ან სხვა სახის მექანიკური პრობლემა შეექმნებოდა, მას შეეძლო მანქანა ქვეყნის ნებისმიერ მექანიკოსთან წაეყვანა და მხოლოდ მცირე თანხის გადახდა მოუწევდა. CarShield დაპირებას აძლევდა, რომ დანარჩენ ხარჯებს დაფარავდა და კლიენტს სარგებლობისთვის გაქირავებულ მანქანასაც მისცემდა, სანამ მისი მანქანა სერვისში იქნებოდა. ისინი საკუთარ თავს უკეთესად წარმოაჩენდნენ, ვიდრე დილერების მიერ შემოთავაზებული გახანგრძლივებული გარანტიები, არჩევანისა და მოქნილობის გამო. დაფარვა საკმაოდ ფართო ჩანდა, რაც იმაზე სავრცელებდა, რომ კლიენტებს აღარასოდეს მოუწევდა ჩეკეთების ხარჯებზე ფიქრი. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანი ეკორდნობა საკუთარ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, გასაკვირი არ არის, რომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა CarShield, დიდ მომხმარებელთა ბაზას ფლობენ.
CarShield-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძლიერი მხარე იყო მისი მომხმარებლების რეკომენდაციები. ბევრ რეკლამაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი რეალური CarShield-ის მომხმარებლები იყვნენ. ისინი საუბრობდნენ თავიანთ დადებით გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რამდენი ფული დაზოგეს ამ სერვისების საშუალებით. ამ მომხმარებელთა რეკომენდაციებს შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები, მაგალითად Ice-T, რომლებიც ბრენდს ადამიანების გონებაში ამახსოვრებდნენ. მაგრამ თუ პოტენციური მომხმარებელი ამ სერვისს ინტერნეტში მოძებნიდა, სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას მიიღებდა. შესაძლებელი იყო დადებითი მომხმარებლის გამოცდილების პოვნა, მაგრამ ინტერნეტში მიმოხილვების უმეტესობა უარყოფითი იყო. მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებლებს შეკეთება დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ მათი დაფარვა ყველაფერს არ ფარავდა, რასაც რეკლამები აპირდებოდა. მრავალი მომხმარებელი დარჩა $1000 საკუთარი ხარჯებით, ასევე გრძელი ლოდინის დროით და მანქანის გაქირავების გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩივარი იყო ის, რომ ბევრი მექანიკოსი CarShield-ს არ იღებდა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ძალიან შეზღუდული არჩევანი ჰქონდათ, ვისთანაც შეეძლოთ მისვლა. უარყოფითმა გამოცდილებამ ბევრი ადამიანი ონლაინში დააფიქრა, იყო თუ არა CarShield რეალურად თაღლითობა. 2020 წელს აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ საჩივარი წამოაყენა CarShield-ისა და American Auto Shield-ის წინააღმდეგ, რომელიც CarShield-ის კონტრაქტებს მართავს. მათ განაცხადეს, რომ CarShield-ის რეკლამის განთავსებლები და ტელემარკეტერები მოტყუებით მოქმედებდნენ და მომხმარებლებს ისეთ დაფარვას პირდებოდნენ, რომელიც რეალურად არ არსებობდა. როდესაც სხვადასხვა კონტრაქტის წვრილ შრიფტს უყურებდი, არც ერთი მათგანი არ უზრუნველყოფდა იმგვარ ფართო დაფარვას, როგორცაც მომხმარებლები რეკლამების მიხედვით ელოდნენ. ყველა პაკეტს ჰქონდა გარკვეული გამონაკლისი, რომელიც მომხმარებლებს მოულოდნელი ხარჯების წინაშე აყენებდა. CarShield-მა და American Auto Shield-მა დათანხმდნენ დაახლოებით $10 მილიონი გადახდას საჩივრის მოსაგვარებლად. ფურის უმეტესობა დაუბრუნდა იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კომპანიის სერვისზე დარეგისტრირებით სიმშვიდე შეიძინეს. კომპანიებს ასევე აეკრძალათ მათი მოტყუებითი მარკეტინგული ტაქტიკის გამოყენება და მომავალში უნდა უფრო მკაფიოდ განემართათ დაფარვის პირობები. სამწუხაროდ CarShield ერთადერთი ასეთი სერვისი არ არის, რომელიც მოტყუებითი მარკეტინგის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა. სხვა კომპანიები, მაგალითად Endurance, რომელიც CarShield-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, ასევე აღმოჩნდნენ კოლექტიური სარჩელების წინაშე მომხმარებლებისთვის შეკეთების მოთხოვნების უარყოფის გამო. მეოთხე ნომერი BlendJet-მა თავისი პროდუქტი გააცნო როგორც სახალისო და ჯანსაღი ცხოვრების წესის გამარტივების საშუალება, მაგრამ იგივე პროდუქტი ბევრ ადამიანს სამედიცინო დახმარების საჭიროების წინაშე აყენებდა და ბევრს ისეთი ჩანაცვლების მოლოდინში ტოვებდა, რომელიც არასდროს მოვიდოდა. BlendJet დაარსდა 2017 წელს და მომდევნო წელს გამოუშვა პროდუქტი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა – პორტატული ბლენდერი. ბლენდერი ტრადიციულ ბლენდერზე პატარა იყო, მაგრამ რეკლამირდებოდა როგორც მოწყობილობა, რომელიც ყველგან შეგიძლიათ თან წაიღოთ და გამოიყენოთ. ის მუშაობდა დატენვადი ბატარეებით, რაც ნიშნავდა, რომ ბლენდერის გამოყენებისას დენის წყაროზე მიერთება საჭირო არ იყო და იმდენად პატარა იყო, რომ ჩანთაში ან მანქანის ჭიქის დამჭერში მოთავსება შეიძლებოდა. 2020 წელს კომპანიამ გამოუშვა BlendJet 2, რომელიც წინა მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიად იყო წარმოდგენილი. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით მას ჰქონდა სპეციალური პირები, რომლებიც ბაზიდან იყო გადაწეული, რათა შეექმნა მორევის ეფექტი, რაც ბლენდერის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდიდა. კომპანიის მტკიცებით, ინგრედიენტები წამში 275 ჯერ ისრო და ქილას უკანა მხარეს და ის 5 ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ორიგინალი BlendJet-ი. დემონსტრაცია მაჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეეძლო უჟანგავი ფოლადის პირებს ინგრედიენტები ერთგვაროვან პასტად ექცია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროდუქტის შეძენისას მნიშვნელოვანია დარწმუნდა, რომ ნივთი უსაფრთხოა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ამ ბლენდერის პირები, ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. BlendJet-მა რეკლამა გაუკეთა დაბლოკვის რეჟიმს, რომელიც თითქოს უნდა უშლიდეს ხელს შემთხვევით ჩართვას. ეს ნიშნავდა, რომ მისი ჩანთაში დატოვება უსაფრთხო იქნებოდა, ან თუნდაც პირდაპირ ბლენდერიდან დალევა. სამწუხაროდ, მალე მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ისეთი უსაფრთხო არ იყო, როგორც BlendJet ამტკიცებდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მომხმარებლები აწყდებოდნენ, იყო ის, რომ პირები თავისუფლდებოდა, ან ბლენდერი მუშაობდა მაშინაც კი, როცა გამორთული უნდა ყოფილიყო. ილიყო ზოგიერთი მომხმარებელი იღებდა ჭრილობებსა და დაზიანებებს, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, განსაკუთრებით ხელებსა და მკლავებზე, და რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას, იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც მოწყობილობის ძირი ცეცხლს ეკიდებოდა, რაც აზიანებდა როგორც ბლენდერს, ასევე მის გარშემო არსებულ ნივთებს. ხელისუფლებამ ასობით საჩივარი მიიღო გაუმართავ ბლენდერებთან დაკავშირებით და 2023 წლის დეკემბერში BlendJet-ს მოქმედება მოუწია. კომპანიამ გამოსცა პროდუქტის გაწევის შესახებ განცხადება, სადაც აღნიშნული იყო ის პროდუქტები, რომლებიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე იყო გაბინდული. მაშინაც კი თუ პროდუქტს არ გამოუვლენია რაიმე საშიშროების ნიშნები, მომხმარებლებს სთხოვეს შეეწყვიტათ მისი გამოყენება, რადგან რისკი ძალიან მაღალი იყო.
შეცლის მისაღებად მომხმარებლებს უთხრეს, რომ დაეჭრათ ბლენდერში არსებული ორინგი და გადაეგზავნათ ფოტო, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მათი ბლენდერი იყო უკან გამოძახებულ პროდუქტებს შორის. შემდეგ მათ აცნობეს, რომ მიიღებდნენ ახალ საძირეს, რათა შეძლებოდათ პროდუქტის გამოყენების გაგრძელება. მინიმუმ ერთმა პირმა მიიღო ახალი საძირე, თუმცა დაშავდა, როდესაც ამ ახალი ბლენდერის პირები არასწორად იმუშავა. პროდუქტი მაინც არ იყო უსაფრთხო. უამრავმა მომხმარებელმა საერთოდ ვერ მიიღო შემცვლელი მოწყობილობა. როდესაც სხეულის დაზიანების საქმეებზე მომუშავე ადვოკატებმა დაიწყეს კლიენტების შეკრება კომპანიის წინააღმდეგ საქმეების შესატანად, კიდევ ერთი განახლება მოვიდა. 2025 წლის ზაფხულში ჩანაცვლების 1 წლის ლოდინის შემდეგ ერთმა მომხმარებელმა დახმარებისთვის ადგილობრივ მედიას მიმართა. მედია ცდილობდა ამ საიდუმლოს ბოლომდე გარკვევას, მაგრამ აღმოაჩინა, რომ BlendJets, როგორც ჩანს, საქმიანობა შეუწყვეტია. ASHS-ის მომხმარებელთა პროდუქტის უსაფრთხოების კომისიის მიხედვით BlendJet-ი 2025 წლის მაისიდან აღარ ფუნქციონირებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გაწვევის ფარგლებში შეთავაზებული გამოსავალი აღარ იყო ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს ერთადერთი არჩევანი ჰქონდათ, უბრალოდ გადაეგდოთ თავიანთი ბლენდერები. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ BlendJet-ის ვებგვერდი დღესაც ფუნქციონირებს და კომპანიის სოციალური მედიის გვერდები კვლავაც ავრცელებენ ახალ პროდუქტებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი შეწყვეტილია. ნომერი 3. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტელეშოპინგის პროდუქტების გარშემო ყველაზე დიდი სასამართლო საქმეები ძირითადად იმ მომხმარებლებისგან მოდის, რომლებიც მიღებული პროდუქტით უკმაყოფილონი არიან. მაგრამ ბევრი სასამართლო და იურიდიული საქმე საერთოდ არ უკავშირდება მომხმარებლებს. ამის ნაცვლად ისინი სხვადასხვა კომპანიებს შორის მიმდინარეობს, რომლებსაც მსგავსი პროდუქტები აქვთ და დაობენ, მოპარულია თუ არა მათი პროდუქტის იდეა. კომპანია Telebrand-ი ამ დაპირისპირებების ცენტრში აღმოჩნდა. Telebrand-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც საკუთარი რეკლამა ტელევიზორში ნანახი ლოგოთი გააკეთა. ის რეკლამას უწევს პროდუქტებს, რომლებიც მოიცავს ამბროზიას, მზის სათვალეებსა და pocket hose. დღეს ეს კომპანია Bulbhead-ის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ის მაინც იგივე ორგანიზაცია, რომელიც 80-იან წლებში არსებობდა. 2010-იანი წლების ბოლოს Telebrand-მა დაიწყო ისეთი პროდუქტების რეკლამირება, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე წყლის ბუშტის სწრაფად შევსებას უზრუნველყოფდა. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო Bethel Balloons-ის სათამაშო, თუმცა სხვა დიზაინებიც იყო სხვადასხვა აუდიტორიისთვის რეკლამირებული. დიზაინი მარტივი იყო. ეს იყო მილიანი სისტემა, რომელიც წყლის ბუშტებს უერთდებოდა და ყველა ერთად ერთ შესასვლელთან იყო დაკავშირებული, რომელიც შლანგზე ერთდებოდა. ეს არა მხოლოდ სწრაფად ავსებდა წყლის ბუშტებს, არამედ თავად ბუშტებიც თვითდახურვადი იყო. ის ისე იყო შექმნილი, რომ ერთ წუთში 100 წყლის ბუშტი შეექმნა, რაც წყლის ბრძოლებს ბევრად ამარტივებდა დიდ ოჯახებში. მაგრამ როცა Battle Balloons და მსგავსი პროდუქტები ASHS-ის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა, სხვა კომპანია ცდილობდა იგივე პროდუქტის გაყიდვას. რამდენიმე წლით ადრე Josh Maloney ამ სათამაშოს იდეაზე მუშაობდა, მას შემდეგ რაც საათებს ატარებდა თავისი 8 შვილისთვის წყლის ბუშტების დამზადებაში. მას სურდა რაღაც, რაც საქმეს უფრო სწრაფად გააკეთებდა და ბაზარზე ასეთი არაფერი იყო. მან შექმნა Bench of Balance-ი, სათამაშო, რომელიც ძალიან გავდა Telebrand-ის Bethel Balance. Melon-მა ეს სათამაშო Kickstarter-ზე გააპიარა და საბოლოოდ დაფინანსებაც მიიღო. კომპანია Zero in Tennis Enterprises-ის სახელით Melon-მა დაიწყო თავისი პროდუქტის წარმოება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ Telebrand-ის პროდუქტი უკვე მაღაზიებში იყიდებოდა. Melon-ის თქმით, Telebrand-ში ვიღაცა მის Kickstarter-ის კამპანიას აკვირდებოდა. კომპანიის წარმომადგენელი მისი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი იყო და მათ მისი დიზაინი გამოიყენეს საკუთარი სათამაშოს შესაქმნელად. ეს მაშინ მოხდა, როცა Melon-ს იდეაზე პატენტი ჰქონდა. 2017 წელს Telebrand-ის აღმასრულებელმა დირექტორმა AJ Kubanim განაცხადა, რომ არ არსებობდა შესაბამისი პატენტები ან გამოქვეყნებული საპატენტო განაცხადები, როდესაც მათ პირველი წყლის ბუშტის სათამაშო წარადგინეს. მათ განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ მიზეზი დაეჯერებინათ, რომ ვერ შეძლებდნენ Battle Balloons-ის ან მის მსგავს პროდუქტების შექმნას. Melon-ი და კომპანიები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა, არ დაეთანხმნენ ამ განცხადებას. 4 წლიანი პროცესის განმავლობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ არა მხოლოდ Telebrand-მა დაარღვია მათი პატენტი, არამედ კომპანიამ ეს შეგნებულად გააკეთა. თავდაპირველად Telebrand-მა სცადა თავისი დიზაინის შეცვლა ისე, რომ პატენტს მნიშვნელობა აღარ ჰქონოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს მაინც იგივე პროდუქტი იყო და იგივე პრინციპებით მუშაობდა, როგორც Bunch of Balloons-ის სათამაშო. საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Telebrand-მა შეგნებულად დაარღვია პატენტი და დიდი ზარალის ანაზღაურება მიუსაჯეს Malone-ს და Zero in Tennis Enterprises. მოსამართლემ გადაწყვიტა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო. Telebrand-ი მთელი პროცესის განმავლობაში ხელს უშლიდა საქმეს და მოსამართლემ ორჯერ გაზარდა ის თანხა, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა. საბოლოოდ Malone-ს დაახლოებით $31 მილიონი მიენიჭა, რომლის ნაწილიც იმ მაღაზიებმა უნდა გადაიხადონ, რომლებმაც ყალბი სათამაშოები გავიდეს. ნომერი 2.
2008 წელს ტელევიზიაში გამოჩნდა რეკლამები, რომლებიც ტრადიციულ იაპონურ ტექნიკას უწევდნენ რეკლამას, რომელიც თითქოს და საოცარ ჯანმრთელობის სარგებელს იძლეოდა. კანოგის ფეხის საფენები იყენებდნენ წყალსა და ჰაერში მავნე ნივთიერებების შიშს და მომხმარებლებს მოუწოდებდნენ შეეძინათ მათი პროდუქტი, რათა თავი დაეცვათ უამრავი დაავადებისგან. მათ უარამ რეკლამა მათ მილიონობით დოლარი მოუტანა, მაგრამ ამან ასევე გამოიწვია აშშ-ის შშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიება, რომელმაც ყველაფერი წაართვა. კანოგიმ უამრავი სარეკლამო კამპანია ჩაატარა ტელევიზიითა და ინტერნეტით, რათა თავისი პროდუქტი გაერეკლამებინა. ერთ-ერთ რეკლამაში მაყურებელს ეკითხებოდნენ, ხომ არ იწამლებდნენ თავს საკვებიდან, წყლიდან და ჰაერიდან მიღებული გარდაუვალი ტოქსინებით. ეს შიში იმ პერიოდში იზრდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებდა, რამდენი მავნე და საშიში ქიმიური ნივთიერება იყო გარემოში დაბინძურების შედეგად მოხვედრილი. ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად და სიმპტომების გრძელი სიის შესამსუბუქებლად, რეკლამებში ამას სრულყოფილი ჯანმრთელობისთვის უძველეს იაპონურ საიდუმოდ ასაღებდნენ. პროდუქტი იყო წებოვანი საფენი, რომელიც ღამით ფეხზე ეკვრებოდა. რეკლამების მიხედვით ის ძილის დროს ტოქსიკურ ქიმიკატებს ფეხებიდან გამოქონდა, რის შედეგადაც ადამიანი დილით უფრო ჯანმრთელად და განახლებულად გრძნობდა თავს. ამ ტოქსინებს შორის იყო მძიმე ლითონები, მეტაბოლური ნარჩენები, ცელულიტი და პარაზიტებიც კი. რეკლამებში ნაჩვენები იყო გამოყენებული კანოგის ფეხის საფენი, დაფარული ყავისფერი ბლანტი მასით, რომელიც თითქოს ადამიანის სხეულიდან ყველა მავნე ტოქსინის ამოღების შედეგი იყო. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც იშველიებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხის საფენები მართლაც მუშაობდა. რეკლამებში ასევე აჩვენებდნენ დიაგრამებს, რომლებიც თითქოს ლაბორატორიული ტესტირების შედეგები იყო, რაც მომხმარებლებმა გაიარეს. დიაგრამები აჩვენებდა ტყვის, ვერცხლისხლისა და ასბესტის მნიშვნელოვნად შემცირებას. საოცარი არ არის, რომ ბევრ ადამიანს ჯანმრთელობაზე და იმაზე ეშინოდა, რას იღებდნენ ორგანიზმში, ამიტომაც რეკლამებმა ისინი მიიზიდა. მათაც კი, ვინც აღიარებდა, რომ ვერ ხვდებოდა, როგორ მუშაობდა ფეხის ბალიშები, შეეძლოთ დაეჯერებინათ იმის მტკიცებულებით, რომ ისინი ნამდვილად მუშაობდნენ. პროდუქტის მიმზიდველობას მხოლოდ დეტოქსიკაციის თვისებები არ განაპირობებდა. ის წარადგენდა თავს მაღალი წნევის, დეპრესიისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობის საშუალებად. ვიღაც, ვინც ნამდვილად იდანჯება ამ მდგომარეობებით, შეიძლება მზად იყოს ყველაფერი სცადოს, რომ მათგან გათავისუფლდეს. მაგრამ სამწუხაროდ, რეკლამებში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სრულიად გამოგონილი იყო. არც ერთი იმ მტკიცების უკან, რასაც კანოკი აცხადებდა, რეალური მტკიცებულება არ იდგა. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფეხის ბალიშები შავ ან ყავისფერს ჩვეულებრივი ადამიანის ოფლთან ქიმიური რეაქციის შედეგად იღებდა. მაშინაც კი, როდესაც ონკანის წყალი ან ორთქლი გამოიყენებოდა, იგივე რეაქცია ხდებოდა, რაც აჩვენებს, რომ ფერის ცვლილებას სხეულიდან ამოღებულ მავნე ნივთიერებებთან კავშირი არ ჰქონდა. ეკრანზე ნაჩვენები ლაბორატორიული შედეგებიც კალბი იყო და არ არსებობდა არც ერთი რეალური სამეცნიერო კვლევა, რომელიც რეკლამებში გაკეთებულ განცხადებებს ამყარებდა. 2009 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ საქმე აღძრა კანოკის ფეხის ბალიშებს გამორცელებლების წინააღმდეგ. მათ ბრალი წაუყენეს მოტყუებით რეკლამაში და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ ფეხის ბალიშების მწარმოებლებს უბრძანეს შეეწყვიტათ ნებისმიერი ისეთი მოწყობილობის გაყიდვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კურნავდა რაიმე დაავადებას ან ჰქონდა რაიმე ჯანმრთელობის სარგებელი, ან ასე იყო რეკლამირებული. ასევე დაეკისრათ 14.5 მილიონი დოლარის გადახდა. შემდეგ მოხდა კოლექტიური სარჩელი, რის შედეგადაც მომხმარებლებმა უკან მიიღეს თანხა იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც არ მუშაობდა. ნომერი 1. 2000-იანი წლების დასაწყისში ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებს შესთავაზეს შრება ლითონის სამაჯურის სახით, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყენებდა ძველ და ახალ ტექნოლოგიას. გვიან ღამის თელშოპინგის რეკლამები Q-Ray სამაჯურს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტკივილ გამოყუჩებელ მოწყობილობად აქცევდა, ხოლო მის უკანმდგომა კომპანიამ მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. მაგრამ კვლევებმა დაამტკიცა, რომ ის პლაცებოზე უფრო ეფექტური არ იყო. Q-Ray's უკანმდგომი კომპანია QT დაარსა Andrew Parkმა 1990-იანი წლების შუაში. პარკი ამტკიცებდა, რომ პირველად ტკივილის შემამსუბუქებელ სამაჯურს ბარსელონაში 1994 წელს შეხვდა და მან მაშინვე შეუმცირა ზურბის ტკივილი. რამდენიმე წელიწადში ის უკვე ხიდდა საკუთარ სამაჯურებს, რომლებიც თითქოს სხეულის ნებისმიერი ნაწილის ტკივილს ამსუბუქებდა. Q-Ray's მარკეტინგის მიხედვით ლითონი იონიზაციის სპეციალურ დამუშავებას გადიოდა, რაც მას ტკივილის შემამსუბუქებელ ძალას აძლევდა. ეს ხდებოდა იმავე ენერგეტიკული ნაკადებისა და არხების გამოყენებით, რასაც ტრადიციული ჩინური მედიცინა მაგალითად აკუპუნქტურა იყენებს. Q-Ray სპეციალურად ისე იყო შექმნილი, რომ მაჯაზე იმავე წერტილებზე უნდა გეცვათ, რასაც აკუპუნქტურა მიზნად ისახავს, რაც შემდეგ იონიზებულ ლითონს საშუალებას აძლევდა ორგანიზმის ბუნებრივი დადებითი ენერგია ოპტიმალურად გამოეყენებინა. ისევე როგორც ბევრი ტელევიზიით რეკლამირებული ჯანმრთელობის პროდუქტი, რომელიც მოგვიანებით თაღლითობად აღმოჩნდა, Q-Ray-საც თითქოს მეცნიერება ამაგრებდა. ერთ-ერთ ინფომერჩალში მათ მოიწვიეს ქიროპრაქტიკოსი და მკვლევარი ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, რაც თითქოს მის აზრს გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებდა.
ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული უნივერსიტეტი კენწოს სასწავლებელია, რომელიც ნატუროპათიურ მედიცინასა და აკუპუნქტურაში სთავაზობს ხარისხებს. ქიროპრაქტიკოსმა გამოიყენა ინფრაწითელი თერმოგრაფიული გამოსახულების მოწყობილობა, რათა დაეთვალიერებინა ადამიანი, რომელსაც Cure's სამაჯური ეკეთა. გამოსახულება მაჩვენა, რომ სხეული ცხელდებოდა და შესაბამისად მტკივნეული იყო მანამდე, სანამ სამაჯურს გაიგეთებდნენ. მაგრამ როდესაც პაციენტმა სამაჯური გაიგეთა, სხეული გაცივდა და ტკივილი შემცირდა. მაგრამ უფრო სირმისეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Cure's არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც ტკივილის შემსუბუქებას იწვევდა. Mayo's კლინიკის კვლევა მაჩვენა, რომ ტკივილით შეწუხებულ პაციენტებს მართლაც ჰქონდათ გარკვეული შემსუბუქება სამაჯურის ტარებისას, მაგრამ ეს არ იყო მეტი, ვიდრე ის შემსუბუქება, რაც მათ პლაცებო მოწყობილობის ტარებისას ჰქონდათ. მკვლევრები გაოცებულები იყვნენ იმით, თუ რამდენად დიდი იყო ტკივილის შემსუბუქება პლაცებოსგან, მაგრამ არ გაჰკვირვებიათ, რომ Cure's მოწყობილობას თვითონ არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც ტკივილს შეამსუბუქებდა. იმ ქიროპრაქტიკოსაც კი, რომელიც ინფორმერშალში გამოჩნდა, არ სჯეროდა, რომ Cure's რამე ჰქონდა ისეთი, რამაც ტკივილის შემსუბუქება გამოიწვია, რასაც ის ხედავდა. გარდა იმისა, რომ პაციენტს სჯეროდა, თითქოს მოწყობილობა რაღაცას აკეთებდა. ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ FTC საქმე აღძრა Cure's წინააღმდეგ. სასამართლოში მოწყობილობის შემქმნელმა აღიარა, რომ ტერმინი იონიზირებას მხოლოდ იმიტომ იყენებდა, რომ პოლარიზაციის გამოყენება პოლაროიდმა აუგრძალა. მოწყობილობის შექმნისას გამოყენებული მეცნიერება სრულიად გამოგონილი იყო. ამის მიუხედავად მისმა ადვოკატებმა ის ფაქტი წამოაყენეს, რომ ადამიანებმა მართლაც განიცადეს ტკივილის შემსუბუქება და ამის მტკიცებულებაც არსებობდა. მათ აღიარეს, რომ ტკივილის შემსუბუქება პლაცებოს ეფექტით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, რომ ადამიანებს სჯეროდათ პლაცებოს მოქმედების. ისინი ამას იმიტომ იჯერებდნენ, რომ შეცდომაში შემყვანი რეკლამა არსებობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სწორედ Cure's ტარების ფაქტი იწვევდა მათში ტკივილის შემსუბუქების შეგრძნებას. ეს არგუმენტი მოსამართლეებმა არ მიიღეს. შეცდომაში შემყვანი რეკლამა არალეგალურია, თუნდაც მომხმარებელს სარგებელი მოუტანოს. საბოლოო გადაწყვეტილებაში თავმჯდომარე მოსამართლემ დაწერა, ციტატა: ბრალდებულებს ისევე შეეძლოთ ეთქვათ. სასარგებლო არსებები მე-17 განზომილებიდან ამ სამაჯურს იყენებდნენ როგორც შუქურას, რათა ეპოვათ ადამიანები, რომლებსაც ტკივილის შემსუბუქება სჭირდებოდათ და ყოველღამე წაეყვანათ ისინი თავიანთ სამყაროში. ჯანმრთელობა მიეცათ ისეთი გზებით, რომლებიც ჩვენს მეცნიერებას უცნობია. Q-team რამდენჯერმე სცადა გასაჩივრება, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა დაებრუნებინა დაახლოებით 22,500,000 მოგება და 87 მილიონი ანაზღაურება. პროდუქტის გაყიდვა გაგრძელდა, მაგრამ ეხლა კომპანია ამტკიცებდა, რომ განკურნება მუშაობდა გაძლიერების გზით და არა რაიმე სამეცნიერო მეთოდით. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჯეროთ მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.